მოგესალმებით, წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ გრაფიკები ვებსაიტისთვის და მათი ოპტიმირების შესახებ. ამ თავში კი ჩვენ განვიხილავთ ვებსაიტის დიზაინს. ვებსაიტის დიზაინს ორი მნიშვნელოვანი ტერმინი აერთიანებს. ეს არის UX და UI. UX ნიშნავს user experience, UI კი ნიშნავს user interface. პირველი არის მოხმარებლის გამოცდილება, ხოლო მეორე არის მოხმარებლის ინტერფეისი. ისინი მკაფიოდ არიან ერთმანეთში დაკავშირებული და ერთმანეთის გარეშე ვებსაიტის კარგი დიზაინი წარმოუდგენელი არის. ახლა კი განვიხილოთ, რას განვიხილავთ ზუსტად ამ თავში. პირველი, ჩვენ განვიხილავთ რა არის UX, UI, მათ საფუძვლებს და ძირითად განსხვავებებს. შემდეგ, რატომ არის მნიშვნელოვანი UX, UI დიზაინი, ეგრეთ წოდებულ heatmaps, ანუ მოხმარებლის ქცევის ანალიზს. გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს Figma-ში, შევქმნით ანგარიშს და გავეცნობით ინტერფეისს. შემდეგ შევქმნით wireframes, mockups, მარტივ პროტოტიპს და საბოლოოდ დავასრულებთ პროექტს. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ თუ რა განსხვავებები არის UX-სა და UI-ს შორის და რას წარმოადგენენ ისინი. UX, ანუ user experience არის მოხმარებლის გამოცდილება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვებსაიტისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები არის ინტერაქტიული დიზაინი, ეგრეთ წოდებული კარკასი, ინფორმაციის არქიტექტურა, მომხმარებლის კვლევა და სხვადასხვა სცენარები, თუ როგორ ნავიგაციას ახდენენ მოხმარებლები ჩვენს საიტზე. UI ნიშნავს უფრო ვიზუალურ მხარეს. ესენი არის ვიზუალური დიზაინი, სხვადასხვა ფერები, გრაფიკული დიზაინი, ჩარჩოების განლაგება და ტიპოგრაფია. მარტივად რომ დავინახოთ ერთ სურათზე, მარცხენა მხარეს ჩვენ ვხედავთ user experience, ხოლო მარჯვენა მხარეს user interface. ჯერ უნდა შევქმნათ user experience, თავიდან, შემდეგ user interface. მაგრამ, როდესაც უკვე ჩვენ მზა პროდუქტი გვაქვს, მზა ვებსაიტი გვაქვს, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ამ ორივეს პარალელური კვლევა. ახლა კი განვიხილოთ ძალიან მარტივი მაგალითები. რომ მივხვდეთ თუ რას ნიშნავს user experience, ანუ მოხმარებლის გამოცდილება და რას ნიშნავს user interface, ანუ მოხმარებლის ინტერფეისი. მარცხენა მხარეს ჩვენ მოყვანილი გვაქვს ორი მაგალითი თუ რას ნიშნავს user experience. პირველი არის ფიზიკური მაგალითი, ანუ რომ მარტივად მივხვდეთ, მოხმარებელი მიდის მაღაზიაში. როდესაც მოხმარებელი მიდის მაღაზიაში, ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს მაღაზიაზე. მაღაზია უნდა მდებარეობდეს მარტივად მისაგნები, ანუ მისაგნებად მარტივი იყოს. შემდეგ, მაღაზიაში როდესაც შევა მოხმარებელი, დერეფნებში უნდა იყოს საკმარისი ადგილი პროდუქტების და კატეგორიების დასანახავად. შემდეგ, სასურველი პროდუქტი უნდა იყოს მარტივად მისაგნები, ანუ მოხმარებელს უნდა შეეძლოს თავისი სასურველი პროდუქტის მალე და მარტივად მოძებნა. და როდესაც ის მოძებნის სასურველ პროდუქტს და მივა სალაროსთან, გადახდის პროცესი უნდა იყოს მარტივი. მოლარეს უნდა ქონდეს ხურდაფული, ან უკეთეს შემთხვევაში უნდა იყოს ელექტრონული გადახდის სისტემა, რომ მარტივად მოხდეს გადახდა. User experience, ანუ ამ შემთხვევაში მოხმარებლის გამოცდილება ჩვენ შეგვიძლია ციფრულ სფეროში ასე წარმოვიდგინოთ. მოხმარებელი შედის ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე. ამ შემთხვევაში ვებსაიტს უნდა ქონდეს მარტივი დომენი. ონლაინ მაღაზიას უნდა ქონდეს მაგალითებისათვის ავიღოთ shop.com და ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი. მეორე, ვებსაიტზე მარტივად მისაგნები უნდა იყოს კატეგორიები, თუ რომელ კატეგორიებს თავაზობს ესა თუ ის ონლაინ მაღაზია. მესამე, სასურველ პროდუქტზე უნდა მივიღოთ მარტივად ინფორმაცია და უნდა იყოს მარტივი მისაგნები ჩვენთვის სასურველი პროდუქტი. მაგალითისათვის ვებსაიტზე უნდა იყოს შესაძლებელი
სასურველი პროდუქტის სიტყვიერად ძებნა. და განვიხილოთ კიდევ ბოლო მაგალითი, ონლაინ გადახდის და განვადების ფუნქცია. თუ ჩვენს ვებსაიტზე არსებულ ონლაინ მაღაზიას აქვს ონლაინ გადახდის და განვადების ფუნქცია, ეს არის ძალიან კარგი მომხმარებლისათვის. მარჯვენა მხარეს ჩვენ ვხედავთ user interface, ანუ მომხმარებლის ინტერფეისი. პირველად განვიხილოთ ფიზიკური ვარიანტი, რომ მარტივად მივხვდეთ, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში მიდის, ეს მაღაზია უნდა იყოს ბრენდირებული, ანუ ფასადი უნდა იყოს დეკორირებული და უნდა იყოს სხვადასხვა ფერებში, ანუ იმის და მიხედვით თუ როგორი ფერი აქვს ამ მაღაზიის ბრენდს. შემდეგ დერეფნებში უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა სახის განათებები. პროდუქციის კატეგორიები უნდა იყოს განსხვავებულ ფერებში და მონარე ოპერატორებს უნდა ეცვათ სამსახურის ეგრეთ წოდებული ფორმა. ანუ ჩვენ უკვე ვხედავთ თუ რა განსხვავება არის ფიზიკურ მომხმარებლის ინტერფეისსა და მომხმარებლის გამოცდილებას შორის. ახლა კი განვიხილოთ user interface, ანუ მომხმარებლის ინტერფეისი ციფრულ სფეროში. როდესაც მომხმარებელი შედის ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე, ვებ გვერდის ფერები უნდა იყოს კაფიოდ და კარგად ერთმანეთთან შეხამებული. ის უნდა იყოს ასევე ბრენდისადმი შესაბამის ფერებში. სწორად უნდა იყოს არჩეული ტიპოგრაფია, სწორად უნდა იყოს განლაგებული ღილაკები და ღილაკების დიზაინი უნდა იყოს სწორად შერჩეული. და ბოლოს, ვებსაიტზე უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ანიმაციები და სიმბოლოები. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მარტივად მივხვდეთ თუ რა განსხვავებაა user experience, ანუ მომხმარებლის გამოცდილებას და user interface, მომხმარებლის ინტერფეისებს შორის. მე მოგიყვანეთ მაგალითები როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სფეროში. იმედი მაქვს, რომ მარტივად გასაგები იყო თქვენთვის.